მოგესალმებით გიხმართ მეგობრებო, ტრადიციულად ვიწყებ ჩემს ავტორო გადაცემას წუთის სოფელი. როგორც მოგეხსენებათ, წუთის სოფელი ეს გადაცემა მიწვნილი არის სრულიად საქართველოს ილია მეორის სახელობის სრულიად საქართველოს გვარების წინამძღოლთა დარბაზზე. დარბაზს რომ გულისხმობთ, ეს ნიშნავს იმას, რომ გვარების ისტორიას ვაყოლებთ გვარის წინამძღოლებს, გვარის წარმომადგენლებს, რათა ეს პატარა ისტორია მაინც გადაეცეს ჩვენ მომავალ თაობას. გვარების წინამძღოლთა დარბაზი დაფუძნებული არის ჩვენი პატრიარქის საყვარლესი პატრიარქის ილია მეორის და ამიტომ არის მისი სახელობის და როგორც სხვა კარგი იდეები ქონდა ჩვენ პატრიარქს, ისი არის ეს გვარის წინამძღოლთა დარბაზი. ჩვენ ვიფასებო გვარის წინამძღოლთა გვარები, თქვენ იცით, არის 25-26,000 საქართველოს ქართული გვარები, აქედან 7,000 გვარამდე მიახლოებით არის დანარჩენი. და რა თქმა უნდა, ახალი პატრიარქი შიომესამი აგრძელებს ილია მეორის საქმეებს, კარგ საქმეებს, რომელიც მას ქონდა და ყველა საქმე კარგი ქონდა, გვარების დალოცვას. 7,000 გვარი არის ილია მეორისგან დალოცვილი და აქედან ჩემთან ყოფი პიროვნებები, რომლებიც არიან თავიანთი გვარის წინამძღოლები, არის დალოცვილი. ასევე ჩემო ვიფასებო, ამიტომ ეს გადაცემა არის გვარების ისტორიაზე, გვარის შვილებზე და ამიტომ ვცდილობთ, რომ უფრო და უფრო არ შევაჩეროთ და უფრო და უფრო განვაგრძოთ ჩვენი ილია მეორის სახელობის დარბაზის მუშაობა. ეხლა კი წარმოგიდგენთ ამ გადაცემაზე ჩვენს სტუმრებს. დეკანოზი მირიან სამხარაძე. სამხარაძეების გვარის წინამძღოლი საპატრიარქოს თამარ მეფის სახელობის სკოლა გიმნაზიის დირექტორი. ბელ აბუშელის სახელობის ტაძრის წინამძღვარი და მინდა გითხრათ დამატებით, რომ მეგობრები ვართ, ძალიან კარგი მამაო, პიროვნებად ბავშვობის, რა თქმა უნდა, ბავშვობიდან ერთად სწავლობდით, ერთად ცხოვრობდით უბანში და ძალიან ღირსეული ადამიანი და ღირსეული მამაო და რა ვიცი, ჩემს თვალში ღმერთმა მაპატიოს თუ რამე ვწოდა წმინდანი ადამიანი. აგრეთვე ჩვენს გვერდით არის გულიაშვილი ალექსანდრე, ბენიას ძე, გულიაშვილების გვარის წინამძღოლი, ბავშვთა საფეხბურთო კლუბის ალგეთ 21-ის დამფუძნებელი. და ბევრი რაღაცების კიდევ დამფუძნებელი, კარგი პიროვნება, კარგი ადამიანი, ვაჟკაცი პიროვნება, თავისი სიტყვის თქმელი და გამტანი და ნამდვილად რომ ღირსეულად უძღვება თავიანთ გვარს და მე მგონი გვარსაც იამაყება ჩვენი ალექსანდრე. ეხლა კი სანამ კითხვებზე გადავალთ და გვართან დაკავშირებით ვისაუბრებთ, ვინაიდან ეს წელი არის ჩვენი უწმინდესის, უნეტარესის ილია მეორის წელი და ერთი ორიოდე სიტყვით რამდენიმე წუთით რომ ილია მეორის წელი, მოდი გავაკეთოთ ისე, რომ ცოტა რაღაცები, ცოტა არა, კარგად ვისაუბროთ ილია მეორეზე. აი, რა შეხება გქონათ, რა ურთიერთობა გქონათ, რომ გავიხსენოთ. იმიტომ რომ მე წელს, აი ამ წელს და შეიძლება შემდეგშიდაც გადაცემას დავიწყებ, რამდენიმე წუთი მინდა დავუთმო ილია მეორეს რამე თუ ის ეციდან გულოცავს და მაპატიეთ მეტირება, მაგრამ რა ვქნა, რა ხანზეცაში არის და კარგად არის იმ ქვეყნად, ამიტომ მოდი ჩვენ ვისაუბროთ მას. მოგესალმებით, გასალმებით ჩვენს ტელემაყურებელს. მართლაც ჩვენ ძალიან დიდი წუხარება, ძალიან დიდი ტრაგედია გამიცადეთ მიმდინარე წელს 3 თვის არა ჯერ გასული. როცა
გარდაიცვალა ჩვენი ეკლესიის მეთაური, ივერის ეკლესიის მეთაური, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე. ეს ხო მართლაც ძალიან დიდი მოულოდნელობა მიუხედავად იმისა, რომ ხანდაზმული იყო, მაინც ჩვენ არ ველოდით, რომ პატრიარქი ასე უცებ გამოგვეცელებოდა ხელიდან, გავიდოდა ამ ქვეყნიდან და ძალიან ძნელი იყო თითოეულ ჩვენთაგანისათვის ამ ფაქტორის გადატანა. ძალიან გამიცადეთ ყველამ. ილია მეორე გახდათ ეპოქალური პატრიარქი, რომელმაც თავისი პატრიარქობის 59 წლის განმავლობაში მართლაც ერთი ეპოქა შექმნა, ისტორია მე-20 საუკუნის და 21 საუკუნის დასაწყისის ილია მეორის გარეშე არ არსებობს ეკლესიის ისტორია. ძალიან რთულ პერიოდში მოუხდა მას მოღვაწეობა. 1977 წელს, როდესაც ის პატრიარქად იქნა გამორჩეული და მოხდა მისი ინტრონიზაცია. ეს ის პერიოდია, როდესაც ჯერ კიდევ ათეისტური კომუნისტური ხელისუფლება არის და ისევ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იმყოფებით და როცა იდევნება ეკლესია, როცა უდელს არ აქვს ქადაგების უფლება, როცა სპეცსამსახურები განაგებენ ეკლესიის მასშტაბებს, სპეცსამსახურებია და როცა ეპისკოპოსს არ აქვს უფლება რომ აკურთხოს მღვდელი თუ ნებართვა არ ექნება რელიგიის საქმეთა ზღუნებული საქმე. და რელიგიის საქმეთა ზღუნებული ეს იყო საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოსთან არსებული რელიგიის საქმეთა ზღუნების აპარატი საქართველოში, რომელიც მაშინდელი უშიშროების კგბ-ს ერთ-ერთი გამოყოფილება იყო. ეხლა არის რელიგიის საქმეთა სააგენტო, მაგრამ ხელს არ გიშლიან სხვა ფუნქცია იყო, მღვდელს არ შეეძლო ეხადაგაცების შემდეგ. ხო, საფინანსო გამოყოფილება ამოწურდა შემოსავალს ეკლესიისას, იბეგრებოდა ეკლესია. და ესეთი გაუსაზრისი ყოფა იყო, ვერ დაბეჭდავდი ლიტერატურას, აი თუ ნახავთ მაშინდელი კალენდარს, საეკლესიო კალენდრებს, წინათ დამზვარებული, რომ სამსახურეობრივი საქმიანობისათვის თუ სამსახურეობრივი გამოცემა არის ეს სამსახურეობრივი საქმიანობისათვის ასე ეწერა საეკლესიო კალენდარს, იმიტომ რომ არ შეიძლებოდა რომ საეკლესიო ლიტერატურა დაბეჭდილიყო. თავლითი არსებობდა ამ დროს, შემახსოვრებათ ირაკლი თქვენ, თავლითი იყო ასე საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოსთან არსებული ბერძნულ სიტყვაში სახელმწიფო საიდუმლოება და დაცვის მთავარი ლიტერატურის სამმართველობა, ხელსახელი იყო. და იქ იყო გარკვეული ჩამონათვალი რაღაც საკითხებისა, რისი დაბეჭდაც არ შეიძლება, ცენზურა იყო გარკვეული და აი ესეთ პირობებში დავით მეხუთის გარდაცვალების შემდეგ მოდის ახალგაზრდა ეპისკოპოსი, ცხუმაფხაზეთის ეპისკოპოსი ილია მეორე უდგება სათავეში ქართულ ეკლესიას და იწყება ამ წლიდან ეკლესიის აღორძინება. ძალიან რთული იყო ეს ყველაფერი, მე მახსოვს ეს წლები სტუდენტი გახდით მაშინ, დაკრძალვა მახსოვს, დავით მეხუთის დაკრძალვა სიონში და ასევე ვესწრებოდ ინტრონიზაციას, რომელიც წელიწადში ჩატარდა. სტუდენტებმა გავიგეთ, რომ რაღაც ახალი მოვლენა ხდება ერის ცხოვრებაში, რაც განსხვავებული იყო ამ საბჭოთა პოლიტიკურობისაგან და ძალიან დიდი იყო ინტერესი ჩვენი, რომ თუ რა მოხდებოდა, რა პროცესი უნდა ყოფილიყო ეს. მართალია ჩვენ არ ვიყავით ქართლისნობიერებული მაშინ ასე სარწმუნოებაში და არ ვიცნობდით ქრისტეს როგორც ჭეშმარიტ ღმერთს, მაგრამ ვიცოდით რომ ერის ცხოვრებაში რაღაც ახალი ხდებოდა, სიახლე ხდებოდა, რაც ჩვენი ერისათვის ერთად მნიშვნელოვანი იქნებოდა. აი ამას ხდებოდით ჩვენ და პირველი რაც უძველესმა გააკეთა ეს იყო რომ დაიწყო მუშაობა იმაზე რომ ქართული მართლმადიდებელი ეკლესია აღიარებული ყოფილიყო მსოფლიო საპატრიარქოსად, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსად, შემოიკრიბა გვერდით მეცნიერები, საზოგადო მოღვაწეები
და დაავალა მათ რომ ამ საკითხზე ამუშავოთ. და მართლაც რამდენიმე წელიწადში კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ ცნო ქართული ეკლესიის ავტოკეფალია. ამას ხელს უშლიდა რა თქმა უნდა რუსეთის იმპერია გარკვეული წლების განმავლობაში. მათ არ უნდათ რომ აღიარებულ ყოფილიყო ქართული ეკლესია და რაც ჩვენ ვართ უძველესი ეკლესია. რა თქმა უნდა რუსული ეკლესიაზე გავართ კვადრე იქნა ჩვენთან ნაკადაგები ქრისტიანობა 60 ეკლესია იმიტომ რომ მოჩქულმა იხადაგა ჩვენთან ანდრია პირველი წოდებულმა და იმ შრომის და იმ ღვაწლის შედეგად რომელიც პატრიარქად მეცნიერებთან ერთად ხასია ეს მიზანი იქნა შესრულებული და ჩვენ ტომოსი მივიღეთ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოდან და აი შემდეგ იწყება უკვე საქართველოს ეკლესიის აღიარება მთელი მსოფლიოს მასშტაბით. რამდენიმე ეკლესია იყო, რამდენიმე მღვდელი იყო საქართველოში და არც ერთი სასწავლებელი არ იყო, ერთადერთი მოახერხა პატრიარქომ ხედისასული სემინარია გაიხსნა და იქაც როგორ იყო იცით რა ხდებოდა გამოსტაზე იძდა ერთი ფსიქიატრი, მეორე იყო კგბ-ს წარმომადგენელი, თუ შეხედავდა რომ ვინმე შედიოდა ეგ ისეთი მოწმე განათლებული ადამიანი, ჩაუწერდნენ რომ ფარული შიზოფრენია და ვიესწავლებულო აი ესეთი პირობები იყო წარმოიდგინეთ. რას გაუძლო ჩვენ უმცირეს და წარმოიდგინეთ რომ მისი მონაწილეობის დასასრული არ შეიძლება ითქვას იმ დოქტორზე რომ მისი ვაც დღესაც იქიდან პარკივსა და იცალოს დღეს და არის უკვე უამრავი სასულიერო სასწავლებლები ჩვენ გვაქვს 3 უნივერსიტეტი 2 აკადემია სასულიერო აკადემია კელათის სასულიერო აკადემია და უამრავი სასწავლებლები კოლეჯები საბავშვო ბაღები მოხუცებთა სახლები გამოდის უამრავი ლიტერატურა გვაქვს საფრთხე გამომცეულობა საპატრიარქოს და სვანეთის პატრიარქის სამსახურება. პირველი შეხება პატრიარქთან ჰქონდა აჭარაში, როდესაც იცით რომ ვიყავით ევროპაში გამსახურების ხელისუფლებაში გავხდით მაშინ პერიოდში და მე არ ვითანამშრომლე პუჩისტებთან და იძულებული გავხდი რომ აჭარისათვის შემოფარებია თავი და ბატონ მასლარმა გარკვეულწილად ჩვენ ვიყავით ხელისუფლების მოხრეები გვერდჩითური ადამიანები შეგვიფარა გარანტიებით დავჩენილიყავით და აი შევხვდი პირველად ის უძველესობას მიუხედავად იმისა რომ მე პოლიტიკურ პროცესებში ვიყავი ჩართული როცა შეხედავ უძველესობას გარკვეული გულით ვიყავი ეკლესიაში მოსული და ხოლმე ღვთისმსმენა მაკავშირებდა ეკლესიასთან და პირველი რაც იყო რაც მე აჭარაში გავაკეთე ეს იყო დავაფუძნე სხათის ზარები მე უკვე იუბისტოს და ვიყავი ამ გაზეთის რედაქტორი 27 ნომერი გამოუშვით ეს იყო პირველი ქრისტიანული გაზეთი აჭარაში ამ გაზეთთან ძალიან დიდი როლი შეასრულა მაშინ ამ ხალხის მამპავათა სარწმუნოებაზე დაბრუნებისათვის და იქ იყო ერთ-ერთი მწერალი ახლა არ მინდა თქვა ვინაობა მისი რომელმაც წერილი მოიტანა ჩვენთან პირველი ნომრისათვის მთელი აჭარის ინტელიგენცია შეერთვა გაზეთის გამოცემაში ყველა გვერდში დამიდგა მაშინ და ესეთი წერილი მოიტანა რომ სხალთის ტაძარიო სხალთის ტაძარს რატო ისაკუთრებთ რომ მართლმადიდებლური ქრისტიანები ჩვენ მუსულმანებმა გადავარჩინეთ ეს ტაძარიო და მოდი გამოაცხადოთ რომ საერთო სახალხო საკუთრებათ როგორც მუსულმანებს ისე ქრისტიანების იყოს ხო და რა თქმა უნდა ამ წერილს ვერ დავისწავლით ჩვენ რომ ჯერ მისთვის არ იყო კარგი ამ წერილისათვის და როცა პატრიარქი ჩამოგზავნდა ბათუმში ბატონ მასლარმა დიდი შეხვედრა მოუწყო თეატრში და გამოვიდა წერალი და სიტყვით და მიულოცა სხათის არების გამოცემა პატრიარქს აუთხე რომ აი რედაქტორებზე რა გითხრათ რომ რედაქტორმა ჩემი წერილი არ დაბეჭდავდა თუ ასე გააგრძელებს ეს გაზეთი მწვანე შუქი არ ექნება მასო და ეს გაიგონა უძვიდესმა და სამებარის რეზიდენციაში მოვიდნენ და იყო უძვიდესი ეს წერილიც უკვე გაცნობილი ჰქონდა ეს უძვიდეს და რომ მივედი აი პირველი შეხვედრა იყო ჩემი
როგორ მომეფერა პატრიარქი, როგორ გამოკითხა ჩემ შესახებ ყველაფერი და მითხრა რომ 300 წელს პატარა თუ არ არის. ახალსო ძალიან მიაღებიესო სულმანობა და ცნილია უასეცებს ხალხი გადაერთო ქრისტიანობაზე გადმოვიდესო და მოიფერეთ რომ კაცო ამას ასე გონია ასე ჯერო და დაიმახსოვრე ჩემი სიტყვა ეს კაცი მოინათლება და მართალია წერს რომ ერთობის და თვითონ პარტია ვიგროვო არ გავანაცდებით ესა არ დავკარგოთ ძალა იქნება ჩვენთვის ეს და მართლაც კარგახნის შემდეგ ესაც მინათლა და მახსოვს აქ შეხვედრა მოუწყვეს ამ წერილს ახალგაზრდულ ცენტრში და როცა გაიგოძიდეს რომ მითხრა მიდიოდა ოფისში და მიდიოდა ციკლი გამოდიო მიულოცო სულ ამორთე მიულოცო ესა იუბილეო და მოიფერე და ვიცი და აი ხანი იყო მის შემდეგ გასული სასიყვით გამოვედი და მის გამწყდებული თვალები ეხლაც ვახსოვს რომ ახასეს გადამეხვი ეს ადამიანი მithmeți მოვინათლება აი ეს იყო ეს დამოკიდებულება ქონდა ეს ნებისმიერი საწოდების იდეებისადმი და მოსახლეში გადმოვედით როცა ეპარქია გაიყო აჭარაში და სხალთის ეპარქია შეიქმნა იქ ნაყოფის პერიოდი იქნა ნაკუთხების ოფისად ჩვენ ბავშვ ახალგაზრდობიდანვე მეგობრობით ერთად ვიყავით მიტინგებზე ეს ნაყოფის პერიოდი მაშინ კოჩაბულაძე იყო კაცობაში როცა მიტინგები დამთავრდებოდა მიკროფონს მომკიდებდა ხელს და ხალხს ამოცებდა მიტინგებს და იქ ვისწავლე პირველ რიგში ამ მიტინგს შეინგენად ხო აი ხუთა როცა ის ხლოშმე შემდეგ ხოლმე გიმნაზიას გავაკეთე გიმნაზია საბავშვო ბაღი ამ გაზეთთან ერთად და 13 წელი მზაური ხულში და შემდეგ როცა ეპარქია გაიყო და მეფის პერიოდი ეპისკოპოსად იქნა დადგენილი უწუდეს რომ გადმოყვანა თბილისში და მითხრა რომ მოგეძებნა სკოლა სადაც შენობა და იქ სკოლა დაგვრჩენებია და ძალიან ძლიერი იყო თბილისში დამკვიდრება ერთი დღე ატარებდა გორწდეს ყოველ მეორე დღეს მესამე დღეს ირეკავდნენ პატრიარქი კეცახის დაგვიჭირდა ბავშვებთან ერთად გვესაუბრებოდა საათობით და როცა ჩამოვიდოდი დაბლა მანქანის საბარგვის სავსე ხდებოდა სურსათით საათლები ხატები კონვერტი თეთრი კონვერტი უყარდა ხოლმე ჩქებოდა რა თქმა უნდა თელევიზია წელიწადები სანამ სკოლას დააუხსნებდით და ერთი წუთით არ ვსწავლინებია მას რომ აი მე აქ თბილისში უცხოთ ვიყავი თითქოს და გვეჭდენა რომ ეს მოუწიდეს ეს იყო სასწაული ადამიანი იყო თვითონი ადამიანი ცოტა ვისაუბრდა ვისაუბრდა აი ვის როგორ დადგომდა გვერდში საოცრება იყო ის ადამიანი დავყალეს და გაიგრადათ მე და ჩემოჩა კეთილი დაუნათქავს აუცანა მაგრამ მე დავამატებდი ეს ეპიზოდს ჩვენს ისეთ აცაკში ვართ ეს სამი იმერები ვართ ეს ქალაქნაჭიათვიდა სააგანია და ბედნიერება ჩვენ ორ საუბერეს მოვისწარეთ ორ პატრიარქს მოვისწარეთ ერთი იყო უწმინდესი ჩვენი და უნეტარესი რომ დაბუდათ ხან მართალისდანეთ თქვენ ფიშხანა ჩაიბარა და უკვე სოფლიოში სახელგანთქმულია სოფლიოში ჩვენ ქართულები ვიყავით მაგრამ ახლა პატონატეში პატონატობა წინასწარ უწმინდეს შიოს და უშუალო ჯანმრთელობა ბედნიერება ღირსება და დაწყებული უწმინდესის და გაიგრძელების იმოთანა და რაც შეიძლება ფაქტს გავიხსენებ ვიდეოებზე ჩვენ უწმინდესებზე 2007 წელს იყო საჩხერის ბრძანდებოდი და სოფოლის ეკლესიის მოლოცვაები და ბევრი ხალხი იყო ძალიან ხალხი იყო და უნდა შემოჩეთრეთ არანაირად შემოდი ეკლესიაში და
ახლემად გამოვიდა ხატებს ვირონი დივედა წამოვიდა მაგის უკეთესი რა იყოს როდესაც მომდიოდი უკან ბრუნდებოდი საერთოდ ჩემი როლები ბრუნდი სოფელი ბოროძი გოგონი სოფელი ბოლო სოფელია ბოროძი კორმო ხალხი შეგვიძლია გახდები და უცნაეს ვერდებით ფაქტად გობდანო ეს გამოვიდა გაჩერდა და ხალხა დაიჭრა ეს დავჭეროს გაუჯებიანი და გოლგოლი იხლა დაბიერი ყავი სკოლაში ვიყო საერთოდ სკოლაში ჩამოგვიარდა თამდადო ხელ მაგლი ბოზი ენერგიული სიტყვა კიდე თინოვის გავინა გავსენო უცნაეს სულ ჩვენ ვართ საფრთხო ზამათერელი საფრთხო ლაგის საფრთხო და ადონი კოდემა ხალაზე ეს საავადმყოფოში ეს საავადმყოფო ხალხა დაიწყო მაგაში გადაწყვეტა ვოლგისდან ჩამოძდა ისრაელიდან და აჩუქა ექსაცმოდი კუდეი და დავის კოდეს დაიწყო და დაჩუქა წინდა ფიშობის ხატი და წინდა სანთლები და თითქოს მოიხედა რომ გაახლა თორე და გაიჩია კარგად იქნება შვილოს და ძალიან ისე სამოხსოვებული და ვერტო ნათელშობა და ჩვენ მართლა ტელევიზია ხიდენიერი ხალხი დავასრულეთ ამე ვდაშვია და რა შეიძლება ჩვენ გვაქვს გულიაშვილებზე ვიწვიეთ თუ შეიძლება რა თუ არ ფაქტობა კი გავხდით თან დავიკითხა გულიაშვილების გვარი ეტიმოლოგია წინაპრების საკუთარი სახელიდან მოდის ვარსახელი თუზე გულიაშვილი გულია ეს სახელი ყოფილა კაცი ძველ საქართველოში მეგობრობის სახელი ესე აქვს ხოლო ძირად სხვანი უნდა ყოფილიყო გულიაშვილი რამე თუ ჟამად და ალაგალად სხვათა გულიათა სამოდ გულიაშვილობა გაუგვარდა ჩვენამდე მოქცეული წევრების წყაროებში გულიაშვილთა გვარსახელი 1527 წლიდან მოედინება თავდაპირველად ქართლის სამეფოში შემდგარი დოკუმენტები იხსენიება თორდადო შიდა ქართლსა და კახეთში შეკავდა სოფელ დილში ცხოვრობს შიდა ქართლში გვარშვილები გაჩენდა კომობები საგვარეულო შიგა განაყოფები что говорят февраль და ლაზარიანი და კაკიანი 1660 და დაწერილია ივანესა და ამბორის დავის გარიგების წიგნი რომელსაც ქურჩიკა გულიაშვილის ბეჭედი აქვს დასული ამ დოკუმენტის მიხედვით გინდება რომ ქურჩიკა გულიაშვილის დროისათვის სახელის თანამდებობას ფლობდა ესე იგი ეს უცბად როგორც მოსამართლეა ხო გინდა ამოსულ თავფლობდა ახლა მოხდებული ქართული წერილობის წყაროებში კახეთის მოსახელე გულიაშვილთა ბარ მოდეიზნობა მეცხრამდე საუკუნის დასაწყისამდე არის შეიძლება 1820 წელს რუსეთის მიერ კახეთ ჩატარებულა მუშაყრობის აქციის დაფაში მიხედვით შედგენილი შეძლებული გლეხთა ნუსხაში მოხსენიებულია სიგნალის მასლის სოფელ კარდენახში ცხოვრები ლეხი ვინმე ივანე გულიაშვილი რომელსაც 16 დღიური მიწა ჰქონდა ვენახი სადაც თუნო წელიწადში 300 უნდა დადროგვინოს ფლობდა ნუ მაიდან ირკვევა რომ საეკლესიო გლეხები იბად კი გადის რაც იმაზე მეტყველს რომ ივანე გულიაშვილი საკმაოდ მუხლაგარი შეძლებული ოჯახის პატრონი ყოფილა ამან უნდა გავახსენოთ რომ კომუნიზმის დროს იყო კარდენახში ვინც ხალხა იყო თემურ გულიაშვილი დირექტორი ზომასწავლებელი კაცი ყველა გადაყდა ზვაკაძე მეგობრებზე შემდეგ როგორც გულთან დაკავშირებით აიყო ესეთი ლაგე გულიაშვილი 10 საუკუნეზე თამაშია შეგვიძლია საფათეს შეჟაიბთუაგეთ ახლა გადაეცვალა ნათელშობოს თუმცა შემდეგ გულიაშვილთა გვარსახელს წარმოადგენდა გუჯანში ხარდა გურდაერგადა ცხოვრება აგრეთვე ლაგოდეხსა და მიმდებარე სოფლებში აბაში წყარში აფენში ონანაუში ხონდაატყაში ორსაცსა და ცოდნიკაში სიგნალში ქვემოთ მაჩხანში წროში დედოფლის წყარში და ასე შემდეგ ჩვენზე მოქცეული ქართულ წერილებს წყარო იმერეთის მოსახლეები გულიაშვილები არიან მეცხრამეტე საუკუნიდან რომ ძირითადად სახელები არიან საჩხერის სოფლებში საბატონო და საეკლესიო გლეხები თეჯურის მუნიციპალ სოფელ ფუთში სადაც ერთადღილას გულიაშვილის არიან ყალბათაში ასახული სადაც ერთადღილას გულიაშვილის დღეს უხმობენ ახამონდა ესე იგი დღემდე გულიაშვილის შესაძლებელი ყალბათაში ასევე გადაცემა ფშავის სოფელ ჩუქიან ტყარში მაცხოვრებელი გულია ბექავთა შთამბარ გულიაშვილობა გვარად გაუგვარდა 1960 წელს აღნიშნა იქნება რომ სოფლებში არტანსა და გოდახევში იზრდებიან ძირად ჩოენი გულიაშვილების გულთან საგვარეულოს კიდევ ერთი ძირი. სამცხე-ჯავახეთს უნდა ვეძიო. მეცხრამეტე საუკუნის
შავგორი რუსების მიერ ჩატარებულ აქციების მიხედვით ამჟამად ახალციხის ტერიტორიაზე გამახვადიანი გულიაშვილები არიან, მათ შორის გულის ცხოვრობები. საგვარეულოს მე-19 საუკუნის ზემოთ დახევაში იმერეთის მოსახლეობა გულიაშვილები გვარტოვიდან მცირე ნაწილი ბოდიშმა გადასულიყო. ამჟამად იცხოვრენ ვაგვარი გულიაშვილები ვაგვარი. ამიტომ საქართველოს ბაგრატ შემდეგ ცხოვრობს ღვთისა და საქართველოს და ბაგრატონთა ტახტის ძლიერებისას გულიაშვილი და საგვარეულოს მეომარი ყოველდღე კაცად გამოდიოდნენ. იმერეთში, არბეთის სასახლეებში, შემდეგ ქვეშ, ქვემო ქართლში, ქართლის სამეფოში, ლაშქარში მეწვენა, მემარჯვენე და მემარცხენე მიემსვლელ მცემელთა და შუამდგომთა მეფის არმიის პრობლემი, სადროშოების თავად ბარათაშვილები, მუხრაბატონები, ამილახვები, ციციშვილები, ბედროშეები, ცხოვნები. შემდეგ ხოლმე ალავერში, ბოდბეში, ნეკლეში, რუსთავში, ბოდბის ხევში, ეპისკოპოსი და ძოჩის ქვეშ. სამეცნო გულიაშვილები, მრავალგუნშო სამეცნო გულიაშვილებთან ერეკლან მეფის პირადმეორები, პირადჩები. როგორც ხო ციტულა საფრთხე როგორ დაიცვალა, რომ ჩამოასვენეს ცნობილია, რომ ვებრა დაასვენეს. შამჯირი იყო, მაგრამ ცხეთამდე მოაცილეს. და მე ამაზე იყო. საქართველოს გულიაშვილ და დიდპატარის, ქუთბოსთან, მანდილოსთან და საერთო რაოდენობა 28,905 შეადგენს. ღმერთ აბრამის გულიაშვილ და ძიძვერ და სახელოვანი საგვარეულო გვარი. რომლა 28,000 ხართ? 28,900. ბევრია? თქვენ ხუთეულში შედიხართ გულიაშვილი. ბევრია, 24,000 არიან, 12,000 არის დინე. კი. ჩვენ გვაქვს ბევრი ფასადში მოაწევი. ყაბანაძეები არიან, ბელოძეები არიან. მაგრამ ქართული გვარი არ არის, მამედოები ბრძოლები პირველად მოსწავლე. ვერ დაუშვეს, კაცი მაგრამ ქართული არის. იქაჩო, იმან მამედოებმა თუნდაც იყო ზახიანი. პირაკოზიანი იყო, ეხლა თქვენ ბზარეთ ხალხს მე დავამატ, ვიცი და ჩვენ გაზეთს ვახსენებთ და გაზეთზე. ვაში ხოთე მახარაძის დამატების იყო, ხოლმე და პატრიარქმა დაგვიცა. აკუცა ჩვენი გაზეთი აკუცა, დაგვიწყოთ სახელობის კლუბი აკუცა, დაუცა მომბზანდა, როცა მომბზანდა, სულ გაჩერდა, სულ ამ რამდენი წუთი მომბედნიერება სულ მაყურებს უყოლეცო და გადაეცათაცები და შაკოდაძე პირველი თასი აიღო ჩვენგან. სამეზის ბიჭი იყო მას, ციცქიანი მოიყვანდა დედამისმა, პირველი თასი აიღო, ხოთე მახარა სახელობის გარდამავალი თასით საშილდა და ამაყავს. ყველ გამოჩენილი ხალხი ყავს გვარში გულიაშვილება აღნიშნულ ნიკოლოზ გულიაშვილი ჩინეთში იყო დიდიანაგად 96-99 წლებში ყველამ გასაჭირში იყო მას შემოხმდა შემოდანა ახალებს შემდეგ რა გადაარჩინა და მისაღებად გააკეთა 29 საუკუნის პროგრამა დაარსებულია 99 წელს ყველ გამოჩენილი ყველა გვერდს აქვს სამოხო ხალხი და ბელიშვილი შედა რამდენი ჩამფრა შეიძლება ყველაზე მეტად გულიაშვილი შეიძახალი ო, მაგის კომიტეტა ბატონერენ დაუბრუნდა რომ მე მინდა ის გულიაშვილის ქალბატონები დავროცო. როგორც არა გულიაშვილებს აშენებდა ამბობს. გაიხარე. ქალწოლა და ბედნიერება. გაიხარე. მეთო მიშო, გვერდსა დავროცო საქართველოს გამოდაწყდა. გაიხარე მიშო. სამხარაძეებს. სამხარაძე. ბოდიში რომელი ხატი არის თქვენი? ჩვენი გვარი 8 წმინდანი ხარ ჩვენ. არა, ხატი რომლის გააკეთეთ? ხატი ვის სახელობის არის წმინდა გიორგია თუ ისია ხო არა წმინდა გიორგია და ჩვენ რუსთავში ძალიან ჩვენი ხატი და რუსთავში 2012 წელს 10 მაისს დაილოცა ჩვენი გვარი 10 მაისს და რუსთავში დამზადებული ახლა რაღაცა ბოლოშული ვინ ავარჩენო და თქვენი დახმარება დაგჭირდება ეკლესიის ვინ არის მოვძებნით და ვინდა რაღაც გავაკეთეთ საგვარეულო გავაკეთეთ ჩვენ ნახო მაგრამ კი ბატონო ბოდიშკეთით დიახ საფარაძეების გვარი 14 საუკუნეებიდან ფიქსირდება საქართველოს ისტორიაში ჩვენ გვარის ისტორია შევუკვეთეთ და დავწერეთ და შემდეგ გამოაცხადეთ რომ თუ ვინმეს კიდევ ახალი მასალები მოიპოვება რომ მოგვაწოდოს რომ შეივსოს ეს მასალები და საბოლოოდ ჩამოყალიბდეს ისტორია გვარისა ეს არის
განახლებადი პროცესი რასაკვირველია. იმიტომ რომ ჯერ კიდევ არის უამრავი მასალები არქივებში, რომელმაც შეიძლება შეავსოს ეს გვარის ისტორია. საერთოდ ფუძე სოფლად ესა ჭიათურის რაიონის სოფელი ზედაუსახელო მიიჩნევა, საიდანაც არიან შემდეგ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გადასული სამხატვროები, მაგრამ კვლევა მაჩვენა, რომ ზემო იმერეთში პირველი მიგრაცია მე-15 საუკუნეში მომხდარა რაჭიდან. ომის რაიონში ჩვენცასი სულთელი ცხოვრება მეგონა რომ იმერელი და რაჭა ყოფილა წინ. და რაჭაში არის სოფელი ღარი, იქ ომთან ახლოს არის. მე შაშანცი გახდით ამ სოფელში. ცხოვრობენ სამხარაძეები, გავიცანი, ძალიან კარგი ადამიანები, ხალხი თავარაკელოსთან დაზარი და აქედან მომხდარა პირველი მიგრაცია იმერეთში და შემდეგ დანარჩენი კუთხეებში უკვე იმერეთიდან არიან გადასულები სხვადასხვა კუთხეში. ჭიათურაში რამდენიმე სოფელშია უსახელოში, სოთში არიან საჩხერეში არიან, სამხარაძეები, აკვეთაში არიან, ჭორბილაში არიან სამხარაძეები. ასევე იმერეთში ზესტაფონის რაიონში არიან სამხარაძეები, საზანოში ძალიან ბევრი სამხარაძეა, შოშაში არიან სამხარაძეები, ხარაგაულის რაიონში, ხორეშაში, ვერტუჭალაში რამდენიმე ოჯახია. ასევე ქართლში, კასპის რაიონში, გორის რაიონში არის კომპაქტური დასახლება სამხარაძეების. ასევე კახეთში ცხოვრობენ, ლაგოდეხის და ყვარლის რაიონში არიან რამდენიმე სოფელია, ძაღლაფენი ახსენეთ ყენააფენში, როცა იმერეთიდან მოხდა ჩასახლება სამხარაძეებში არიან. ხალგორი არის სოფელი, ხალგორი კიდევ სადაც კომპაქტურად არიან სამხარაძეები დასახლებული, ბოლნისის რაიონში არიან. ასევე ქუთაისში არიან სამხარაძეები ცხოვრობენ და წარმოიდგინეთ სამეგრელოშიც კი ცხოვრობენ სამხარაძეები. ლოვარია ჩვენი დასვით. და სტატისტიკა როცა გამოხდა 7000-ზე მეტი სამხარაძე არის დღეისათვის საქართველოში. საბოლოო კავშირი შეიქმნა 2011 წელს. 11 წელს დაილოცეთ ესე იგი. 11-12 აღარ ესე იყო. როცა დავიცვალოთ გვარის ჩვენ გვაქვს გერბი, რომელიც ისევ სამხარაძის მიერ არის შექმნილი. ჰერალდიკოსი გახლავთ ეს კალბატონი სპეციალობით. გვაქვს დროშა და ხატი დაიწერა, ისევ სამხარაძემ დაწერა. მუზარ სამხარაძე გახლავთ ხაშურის რაიონიდან. და ჩვენი ხატი არის წინა სამების ხატი. სამება სამხარაძეები, სამებასთან ასოცირდება. თქვენი მოფიქრებული იქნება მაგალითად. ხო, ეხლა ყოველ შემთხვევაში სამი რიცხვი არის ასოცირებული სამებასთან, წინა სამებასთან. ხატი ჩვენთან იმყოფება ამჟამად ჩვენ ტაძარში, წმინდა თბილისის ოსტატის სახელობის ტაძარში და ვაპირებთ რომ ამ ხატმა იმოგზაუროს უკვე სხვადასხვა კუთხეებში და ვაპირებთ რომ დაიწყოს რაჭიდან. თქვენი კუთხეები არიდან და შემდეგ იქნება ზედაუსახელო და შემდეგ უკვე სხვადასხვა რაიონებშიც იმოგზაურებს ეს ხატი. გამოჩენილი ადამიანები ჩვენს გვარშიც არის, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი, მაგრამ განსაკუთრებით მინდა დავიხსენო ეთერი სამხარაძე, ჩხამაძე, პოეტი ხალი გახდა, სამხარაძემ დახვიდეს ხაზეთში და აი გულისკევია მაგაც არის, რომ აი ჩვენ მოწამე ყავს მაშინდელი აი კონფლიქტისა, რომელიც სამწუხაროდ მოხდა ჩვენთან საქართველოში და ასევე საზოგადო მოღვაწეები არიან. რაღაც რომ გამოჩეს არ მინდა თქვა, ყველა ჩავოთვალე ჩამოწამდა. და მე მიხარია რომ რასაც ყოფით არის სამხარაძეებს. იმიტომ დღეს დახტო. მეტყოდი რომ გამრავდით პირველ რიგში 7000
ეხლა არ ცოტა ამაზე ბევრიც არა ეხლა დავთვალე გვარები არიან 29 ამ რაოდენობის და ამიტომ გამრავლება პირველ რიგში ეს არ მარტო სამხაროზე ჭირდება, არამედ მთელი ერს ჭირდება დემოგრაფიული მდგომარეობა ჩვენთან ახლა არ არის თლაც სახარბიელო საქართველოში და სამხაროზემაც ამ საუბად მხარი რა საკურველია და სულ იმას უბრალოდ ვიაქტიუროთ კიდევ 24,000 ბერიძე იყო ბერიძე მაგრამ ამოქმედა ფერმები და ეს უსურებდი კიდევ თავარს რომ ვიც არ ცხოვრობს ეკლესიურად ვიც არ არის აღსარებელი და მაზიარებელი გახდნენ ეკლესიის წევრები და ეზიარონ ქრისტეს სისხლს და ხორცს თავარი ქრისტიანობა არ არის მხოლოდ და მხოლოდ ნათლობა და საწყისი მხოლოდ და ნათლობის შემდეგ როგორ ცხოვრობ არა ქრისტიანულად ეს არის თავარი და თავარი კიდევ ქრისტიანობაში არის ქრისტეს სისხლის და ხორცის ზიარება რომელიც უფალმა დააწესა საიდუმლო სერობაზე დიდ ხუჩაბაც და თავარი დანიშნულება წივალუწვის არის რომ იზარდება ქრისტეს სისხლი და ხორცი და ქრისტეს სისხლს და ხორცს ვინც არ ეზიარება ის ამ შემთხვევაში თორმეტ არის ხრისტიანი და რაც შეიძლება მეტი აღზარებელი და მაზიარებელი ყავდეს ვარში ეს არის თავარი იმიტომ რომ სულის ხონება არის ადამიანისათვის უმთავრესი სამზადისი მომავალი მარადიული ცხოვრებისათვის უსურვებდი ყველას არამარტო სამხაროზემს არამედ ყველას ვიდაუთ პედაგოგს ახლა დააბრუნოთ გაგვახაროთ თქვენთან სიკეთე სიყვარული და მადლობთ ისე მოგაგებთ გადასვლად საქართველოს და მინდა ვისაუბროთ შემთხვევით და ჩვენ ახალ პატრიარქს შიომესამის მინდა ვივლოცო პატრიარქობა მე წავს დამჯერა რომ ის გააგზელებს უკვე ჩვენ პატრიარქის გზას იმ გზას რომელსაც ნახევარი საუკუნე მოიცვა საქართველოს და რომელსაც შექმნა ეპოქა მე მიხარია ის რომ თითქმის ყველა დღესასწაულებზე საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში მოგზაურობს ჩვენი პატრიარქი და ამბობს ერთად გახდით ფოკაში როდესაც სულანინოს შემოსვლის დღეს ჩატარდა წივა და ერთად შეაძლებიოს და ღმერთმა შობარისტენ ამღოლები ხობს და გზანილები მელიქიძე ხელმძღვანელობს დიახ გოვიდა ხო ვიციქნა საერთაშორის მამა ანდრეას შეხვდა ახალ პატრიარქს შეხვდა იყვნენ კი ხარი ვიცი ნახ გოვიდა პროგრამა ახლა პაგან არის კი პაგულაძე აბულაძევის სომალის ვახტანგ კი ვახტანგ გაგულა სადაც ახლა პროგრამ შეხვდები კი ხო საერთაშორის გუშინ იყო მეუფე სპირიდონის დაბადების აჰა აბულაძე ხო მეუფე სპირიდონის და ვიულოცით ამსთავარია უფლის მადლი ქონებოდეს ყველა გვარი დალოცოს ვეთ აი ხარშა და უთხარით ხო შეიძლება დავამ კიდევ ჩვენ გადაწყვეტეთ მოგვარდათ გულიაშვილის გვარის წარმოადგენს გადაწყვეტეთ შეგვიძლია მოვაწყოთ გენერალში წამოწოთ რაღაც ნოემბრის ბოლოში უკვე რომ ყველაფერი თესვა ყველაფერი მოთხოვებული იყო ყველა მექნა მაგის საშუალებით დრო და ჩაგაწერია ტელეფონს უნდა შეიძლება დავტავშიდეთ და გეტყვით ყველაფერს სად იქნება როგორ იქნება გაიმართა როგორ გაგონიძება იქნება აჭარიც დაუნებული იქნება ხო მაგრამ დავაყენე კავიცაუსადია ახლა ვიორე 5-5-9-52-91-11 ქალბატონი ეს არის მეგი გულიაშვილი მე გამნომერზე და აგიხსნით ყველაფერს მიმეორებ 5-9 გააჩერებს იბატონო და მეტად ბატონო და თქვენ და ეს რეკლამა ხوار გაქრეს ეს ყოველთვის შეგიძლია ჩარდა და რეჟისორი მეტად ჩვენ გულიაშვილი დედობის წყაროში თეატრში დიდგოში მიმდებარე სოფლებში ჩერდა ჩვენ საუბრობთ ისეთ არის ტიტრები ტელეფონები არის ტიტრები იქაც რო დარეგამენ იკითხავენ ბატონ შოთასი არის ჩვენი კაპიტანინოსი არის ტელეფონები ჩემიც არის ტიტრები და დარეგავენ დღესაც ვისაც რა დაინტერესები ექნებათ კი ბატონო ყველანაირი ინფორმაციას შემოგვიყვანთ ფასებად ცოტა ერთი წუთით მიმალობა მინდა დავიწყე თქვენ გადაგეხადოთ ამ მამული შუბლის საქმისათვის ამ ტელევიზიაში ამ გადაცემისათვის რომელსაც თქვენ უძღვებით რომელსაც ისაკურიშვილის საქმე და თუ გვარები იქნება ძლიერი საქართველოს რა თქმა უნდა იქნება ძლიერი იმიტომ საფუძველი ერის ერთიანობის აძლიერების არის
ოჯახები და გვარები და საგვარეულო კავშირები. აი ხა ჩემთვის. ჩემო ძვირფასებო, ყველამ კარგად იცით, მე ყველა გადაცემის ბოლოს საუბრობ, რომ სახელები იცვლება, გვარებს ვერ იცვლით, ამიტომ სირცხვილი არის, რომ ჩვენთაგანო ბევრი რაღაცეები ვიცით, ბევრი რაღაცეები გამოვიარეთ, მაგრამ ცოტა ისტორია მაინც ვიცოდეთ ჩვენი საკუთარი გვარის. გადავცეთ ჩვენ მოვალთაობას, რომ საზღვარგარეთ მოხდება, მეგობრებში მოხდება, ნათესავებში, ახალძაღლებში ყველა თავისი გვარის ისტორია უნდა იცოდეს. ვინა ვართ, რანი ვართ, საიდან მოვდივართ და რა გვინდა. ნუ დავკარგავთ ჩვენი წინაპრებიდან იმ კარგ განმონაშთს, რაც მათ დაგვიტოვეს და გადმოგცეს. თორე ცხოვრება ხედავთ, სოფლიოში როგორ იცვლება, როგორ მიდის და როგორც მამა მომბრძანა, ვიცხოვროთ ქრისტიანულად, ვიყოთ ეკლესიასთან, ვიყოთ ერთად მეგობრულად. ჩემო ძვირფასებო, 2 აგვისტოს გვექნება ჩვენ ყრილობა, ძალიან დიდი შეკრება და აქედან მინდა ტელევიზიითაც ისედაც მაქვს შეტყობინება გაგზავნილი, რომ ახალი პატრიარქი სამებაში დაბადებულ ყავს მობრძანდება და ჩვენ დარბაზსაც კი იცნობს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს ილია მეორის დაფუძნებულია დარბაზი და დაგვესწრება ჩვენ კრებაზე თუნდაც ცოტა ხნით. უფალმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ და დიდი მადლობა. რომ ვიყურებთ და ხარბად ხერხეთ.